საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თევდორე მღვდლის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე წუთის წინ გახსნეს, თუმცა შემოსაზღვრული აქვთ ახლა ის შენობები, სადაც ხანძარი დილის 6 საათზე გაჩნდა და ჯერჯერობით აქ მოვაჭრე ადამიანებს არ მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ დაათვალიერონ საკუთარი მაღაზიები და დათვალონ სავარაუდოდ მაინც ის ზარალი, რომელიც თვით დასაქმებულებმა დღეს განიცადეს. თევდორე მღვდლის ქუჩაზე 4 სართულიანი შენობის ბოლო სართულზე ხანძარი დაახლოებით 6 საათზე იმ დროს გაჩნდა, როდესაც შენობაში საერთოდ არავინ არ იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით ხანძარი გაჩნდა ელექტროგაყვანილობის გამო, თუმცა აქ დასაქმებული ადამიანებისთვის ეს ვერსია არც თუ ისე სარწმუნოა, რადგან მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბოლო დროის ხანძრები მათი განმარტებით მიზანმიმართულად მოხდა და ახლა ფიქრობენ, რომ ამ ტერიტორიის მიმართაც არსებობს მაღალი ინტერესი და სწორედ ამიტომ გაჩნდა დილის 6 საათზე ხანძარი ამ შენობაში იმ დროს, როდესაც აქ არავინ იმყოფებოდა. 6 საათიდან დაახლოებით დილის 10 საათამდე მეხანძრე მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდნენ. დილიდან აქ არიან მოვაჭრეები, რომლებიც უშედეგოდ ელოდებიან ადგილზე მერიის თანამშრომლების ან კონკრეტული პასუხისმგებელი პირების გამოჩენას, ვინც ამ ადამიანებს უნდა დაეხმარონ, თუმცა ამ დრომდეც კი მოვაჭრეებთან ერთი ადამიანიც კი არ მოსულა და არაფერი უთქვამს, რა გეგმა აქვს ახლა სახელმწიფოს ასობით დაზარალებული მოვაჭრის დასახმარებლად. სავარაუდოდ რამდენიმე საათში მიეცემათ მოვაჭრეებს შიდა სივრცეში შესვლის შესაძლებლობა და მათთვის უფრო ნათელი გახდება რა რაოდენობის ზარალი მიიღეს, თუმცა არავის ჯერა, რომ ვინმე პასუხისმგებელი პირი მათ დაეხმარება ან ზარალს აუნაზღაურებს. წაუკიდებენ თერგის ბაზრობას ცეცხლს და რჩებით ჰაერში. რატო ფიქრობთ ასე? აი ესე ვფიქრობ და იმიტომ ეს არის რეალობა. თქვენი აზრით ესეც მიზანმიმართულად დიახ, დაწყეს? დიახ. კი ბატონო. რისთვის ჭირდებათ? რისთვის? ამხელა ისინი რო არის აშენებული და რაში აკეთებენ? და რას ამბობენ, რისგან გაჩნდა ხანძარიო? არაფერი არ იციან ჯერ. სამხა ბოძიდან გადასულა ნაპირწყლებს ყრიდა ბოძი. დენიდან აუღა, ხო? აქედან დაიწყო, აი აქედან. დაბალი შენობიდან დაიწყო. აი ვიდე კუთხეში რო გამახია ეს. მაღაზიებია ხათო. დასახის ნივთები იყო, ხო იცით? აი ქიმია და რაღაცა თითქმის ყველას ქიმიური ის აქვს სათბობი. სახელმწიფოსია ხო ეს შენობა? ჩემი პირადი არა. ყველას ესე ცალსაკი გქონდათ შენობები, როგორც ვიხდი და აქ დავედი. ზოგს მეტი. ზემოთ გაჩნდა ბოლო სართულზე. ვერსია ჯერჯერობით ვერ გეტყვი ზუსტად, იმიტომ რომ ვერ გავიგეთ საიდან როგორია. დენითო ხო? ეგ არის ერთ-ერთი ვერსია კი ბატონო. რა მიზანმიმართულად იყო ან ეგეც რაღაცა საუბრობ, მაგრამ მე არა პირადად არ მაქვს არანაირი ეგეთი ჭვარა, რაც არ ვიცი. თქვენი თვისი მაღაზია გქონდათ? საყოფად ცხოვრო საფუძველი. ბევრია თქვენი ზარალიც? არ ვიცი. გქონდათ აქ ამ შენობებში მაღაზია? კი, მაქვს. მე-4 სართულიანში თუ იქით პატარა? იქით შესასვლელში. ხო. რისი მაღაზია გქონდათ? პარფიუმერია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი მოულოდნელად ჩნდება. ასე მოხდა დღესაც, როდესაც დილის 6 საათზე, იმ დროს, როდესაც შენობაში არავინ იმყოფებოდა, 4 სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა და ამ დრომდე აქ მოვაჭრეებთან არავინ გამოჩენილა. ისინი გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ესეც მიზანმიმართულად მოხდა და ხანძარი 4 სართულიან შენობაში მიზანმიმართულად გააჩინეს.